გონია რომ დაკავების დროს ერთის არის უფლება გაქვს როგორც ეს ჰოლივუდის ფილმებშია? საქართველოში ეს წესი არ მოქმედებს და ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამართლებრივი მითია. საქართველოს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს ერთის არის ან მის მსგავს უფლებას. რისი უფლებაც გაქვს, ეს არის რომ შეატყობინოს შენს ოჯახის წევრს, რომ დაგაკავეს და სად იმყოფები, მაგრამ ტელეფონს არავინ მოგცემს. გამომძიებელი თავად დარეკავს ოჯახის წევრთან და ამ ინფორმაციას შეატყობინებს ძალიან მოკლედ. თუ ეს არ გააკეთეს, აუცილებლად უნდა მოითხოვოთ ოჯახის წევრისთვის თქვენი დაკავების და ადგილსამყოფელის შეტყობინება და გამოიყენოთ დუმილის უფლება სანამ ადვოკატი მოვა. ხშირად საქმისთვის დამღუპველ ჩვენებას სწორედ ასეთ დროს აძლევენ ხოლმე ბრალდებულები. დაკავებისთანავე თქვენი პოზიცია უნდა იყოს ძალიან მკაფიო. ხელი არაფერს მოაწეროთ ადვოკატის მოსვლამდე, არ მიაწოდოთ გამოძიებას არანაირი ინფორმაცია, მოითხოვეთ ოჯახის წევრისთვის თქვენი დაკავების და ადგილსამყოფელის შეტყობინება და გამოიყენეთ დუმილის უფლება. იცოდე შენი უფლებები და არა ფილმის სცენარები. გამოიწერე ჩემი არხი მეტი იურიდიული რჩევებისთვის და დამიწერე კომენტარებში თუ რაიმე სამართლებრივი შეკითხვები გაქვს.